გმირი ასე ეწოდება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ ახალ წიგნში ყველა იმ სამხედრო სახელი და გვარი აღნიშნული, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. პრეზენტაცია მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში ხვალ ნიკა მემანიშვილის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება. საღამოზე გია ყანჩელის პატარა იბერი თბილისში პირველად შესრულდება. წიგნის გამოცემა თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოხერხდა. დღესვე პრაიმ თაიმმა ხსოვნის კვირეული გახსნა. კვირეულის იდეის მიხედვით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურად დამზადებული ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი ატაროს. გაზეთის გაკეთება გადავწყვეტეთ, თემებს და რუბრიკებს რო არჩევ, ხო ესე არის და მე ეს რუბრიკა გმირი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და მე როდესაც ნახეთ როგორი ინტერესი გამოიწვია გაზეთში ამ რუბრიკა, მე გადავწყვეტეთ რომ ეს გამოგვეცა წიგნად. საკომ შემოთავაზა ჩემი ორკესტრით მონაწილეობა მიგვეღო წიგნის პრეზენტაცია. თქმა ყველა წინადადება მიხარია, მაგრამ ეს წინადადება გამიხარდა ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად რაც კი შემოქმედებითი წინადადება მიმიხილდა. დაღუპული გმირები დღეს თბილისის საკრებულოშიც გაიხსენეს. ყველა დეპუტატმა გულზე სიმბოლურად ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი დაიმაგრა. მათ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი სიტყვით გამოვიდა. თითოეული წევრისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ხსოვნის კვირეული დაიწყო სწორედ თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში და აქ ყველანი უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები ვიყავით ერთად. ყველა ის გვირი და ის ბიჭები უაზრო ომში დაიღუპნენ. მართლაც მერთმა მათი სული ეს ერთი და მეორე ამ ბიჭების ოჯახებს, მათ შვილებს, დარჩენილ გაუბედურებულ დედმამას, ცოლ-შვილს დახმარება ჭირდება და არა უაზრო რაღაც ობელისკის აგება. საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში